მოგესალმებით მეგობრებო, მე დავიწყე ახალი ბინისტრა გარემონტება და ნახეთ ახლა რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. აი კუთხეში ამოდის გათობის მილები. აი უგულიკი უნდა გამოვცვალო, აქაც უგულიკი უნდა გამოვცვალო, ახალი დავაყენო, რადგან სწორად არაყენია უგულიკები და შემდეგ კედელი უნდა პრავილით გავასწორო. ხო და ამ შემთხვევაში ახლა მე პრავილით რო გავასწორო, ეს მილები ხელის მიჩლის. ერთი რაც შეიძლება გავაკეთო ახლა ამ შემთხვევაში არის რომ ეს მილი ესე გადმოხარო და მე კედელთან მივიდე ვიმუშაო. მაგრამ პრობლემა რაში არის? ეს მილი რო გადმოხარო, ეს საკითხი არის ჩემსკენ, ხო? აი ამ ნაწილში შეიძლება ისი გადმოიხაროს რომ გატყდეს და შემდეგ პრობლემა შეექმნას დამონტაჟების დროს უკვე ბოლოს რადიატორს. ანუ არ შეიძლება ამის პირდაპირ გადამოწევა და ისე მუშაობა. ამისთვის მე მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ აი ეს კედელი ესე გავჭრა პერფექტორით ჩამოვაგრიო და შემდეგ ეს მილი შიგნით შევსვა და დავმალო. შემდეგ მე ჩვეულებრივ ამ კედელს დავამუშავებ პრავილით, ისე რომ მე ხელი არ შემეშლება. ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ. მართალი ხა ეს ჩემი მოვალეობა არ არის რომ ეს ამოვაგრიო და მე ეს კედელში შევსვა, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ხოზე არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მიწევს გაკეთება, რადგან სხვა საქმე არ გავუფუჭო. ასე რომ ჯობია ცოტა წვალება, მაგრამ ხარისხის შენარჩუნება. მოკლედ აი ესე ამოვანგრიე კედელი, შიგნით ჩავსვი ეს მილები და მე უკვე ხელს აღარ შემიშლის კედლის დამუშავებაში ეს გამოშვერილი მილები. რა თქმა უნდა, მილებს თავზე დავახვიე სკოჩები, რომ ტვერი არ ჩაიყაროს. რომ შემდეგ როცა რადიატორს დააყენებენ და მილებს დავუერთებენ რადიატორს, რომ ის მერე ტვერი ნაკავი რადიატორში არ შეიტანოს წყალმა და რაღაცა პრობლემა არ წარმოქმნას. ასე რომ ყოველთვის ჯობია ესეთ მუშაობა თავი დაიცვა ზედმეტი რაღაცეებისგან. ასე რომ რა ვიცი, თუ მოგწონთ მსგავს ტიპის ვიდეოები, გთხოვთ გადაზიარება გააკეთოთ, დააკომენტაროთ, დააკლასოთ, დააგულოთ, რაც იქნება მოკლედ. მადლობა ყველაფრისთვის.